მოგესალმებით, უყურებთ კურიერს 12 საათი. ახალმბებს იზი ბურნაძე გაგაცნობთ. სახლში, ქუჩაში და სპეციალურ სივრცეებში ფეხბურთსა და რუსთავიორს უყურებენ ყველგან. ერთ-ერთი ასეთი კი ქალაქი რუსთავი და იპოდრომის ტერიტორია, სადაც შეკრებილებმა კანადა, მაროკოსა და პარაგვაის საფრანგეთის დაპირისპირებას რუსთავიორისა და მუნიციპალიტეტის მერის თანამშრომლობით მოწყობილ სივრცეში უყურეს. მანამდე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა სპორტული ღონისძიება, გასართობი აქტივობები და გათამაშებები. გულშემატკივრებთან და სპორტსმენებთან ერთად ადგილზე რუსთავის მერი იმყოფებოდა. ადგილია იპოდრომზე ვართ. ახლა ვითამაშე, პრიზიც მომცეს და ახლა ვთამაშობთ ფეხბურთს. ძალიან კარგი გარემოა, მოვიგე ფორმა და მოვიგე ერთი ცალი ბურთი და რავი, ყოველ დღე ვივლი აქ ხოლმე. ძალიან კარგი დრო გავატარეთ, იყო გათამაშებები, სადაც ბავშვები იგებდნენ ბურთებს, მაისურებს, ძალიან გაერთნენ, ასევე თამაშით ვართ ძალიან გაყოფილები. ძალიან ბევრი ხალხი იყო მოსული. რუსთავიორზე გადის თამაშები, ყველას გელოდებით იპოდრომის ტერიტორიაზე რუსთავში. პირველ რიგში არ შემიძლია არ აღვნიშნო და მადლობა არ გითხრათ რუსთავიორს, მადლობა რომ მოგვეცით შესაძლებლობა. დღეს გავაერთიანეთ მთელი ქალაქი, სპორტი განსაკუთრებით უყვართ ჩვენს ქალაქში, ფეხბურთი მით უმეტეს და ძალიან კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა ქალაქის გაერთიანების, ოჯახებით, მეგობრებით. დღეს თითოეული რუსთაველი თქვენი მეშვეობით გახდა მსოფლიო სპორტის ნაწილი და ძალიან საინტერესო დღეები ელოდებათ წინ თავისი გასართობი პროგრამებით. სპორტული სამყაროს ყურადღების ცენტრში მხოლოდ ფეხბურთი არ არის, ფოკუსშია თბილისი და ისტორიული ბრძოლა. საქართველოს მსოფლიოს წამყვან მოჭიდავეებს, ოლიმპიურ ჩემპიონებსა და MMA-ის ვარსკვლავებს უმასპინძლებს ღონისძიება რაფ ჯორჯიას ფარგლებში იმართება. მთავარი ბრძოლა კი 11 ივლისს მერაბ დვალიშვილსა და ჰენრი სეხუდოს შორის გაიმართება. UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი უკვე თბილისშია. მოხარული ვარ, რომ ასეთი მნიშვნელობის სპორტული ღონისძიება ტარდება თბილისში. რაფი ძალიან დიდი და მაგარი ორგანიზაციაა, დიდი მაყურებელი ყავს და საქართველოში ვატარებთ პირველ გასვლით ღონისძიებას და მოკლედ თბილისი უმასპინძლებს. მადლობა ღმერთს, რომ მე ვარ main event-ი და რავი, ვეცდები რომ ყველანაირად ვასახელო ჩემი ქვეყანა. არ იქნება ადვილი ჭიდაობა ჩემთვის ჰენი სეხუდოსთან, იმიტომ რომ MMA-ზე ვარ კონცენტრირებული, მაგრამ ამ ერთ კვირას გამოვიყენებ იმისთვის, რომ მოვემზადო მაქსიმალურად და ჭიდაობაშიც დავამარცხო ჰენი სეხუდო. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჰააგაში ეუთოს ხტომაზე იმყოფება. დღის განმავლობაში დაგეგმილია პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების, ეკონომიკურ საქმეთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა გენერალური კომიტეტების ხტომები. სიტყვით გამოსვლები ექნებათ ქართული დელეგაციის წევრებს, რომლის შემადგენლობაშიც არიან მმართველი გუნდის წევრები, დეპუტატები მაია ბითაძე, ნიკა სამხარაძე და ლევან მახაშვილი. თბილისის სანძა ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფერებში განათდა. საქართველოს დედაქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250 წლის იუბილეს უოცავს. ვუოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 250 წლის თავს. ვუსურვებთ მათ მშვიდობასა და განვითარებას. ნათქვამია თბილისის მერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ისტორიული დღე იზეიმეს ამერიკის შეერთებულ შტატებში საზეიმო ღონისძიებას ვაშინგტონმა უმასპინძლა. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250 წლის იუბილე ამერიკელ ხალხს ამერიკის პრეზიდენტმა მიულოცა. მთავარ ღონისძიებაზე დონალდ ტრამპი პირველ ლედისთან ერთად იმყოფებოდა. ღონისძიება მასშტაბური ფოიერვერკით დასრულდა. ჩემო ძვირფასო ამერიკელებო, დღეს ჩვენ მდგავართ ისტორიის დიდებულ გზაჯვარედინზე. ზუსტად 250 წლის წინ ფილადელფიაში რამდენიმე მამაცმა ადამიანმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მსოფლიო. მათ საფუძველი ჩაუყარეს თავისუფლების უდიდეს ექსპერიმენტს კაცობრიობის ისტორიაში. მეოთხედი 1000 წლეულის განმავლობაში ამერიკამ გაუძლო ყველა ქარიშხალს, გადალახა ყველა კრიზისი და გახდა იმედი შუქურა მთელი მსოფლიოსთვის. 250 წლის განმავლობაში ჩვენ ვამტკიცებდით, რომ მთავრობა უნდა ეკუთვნოდა
ემსახურებოდეს ხალხს, იმართებოდეს ხალხის მიერ და იმსახურებოდეს ხალხს. ჩვენი ქვეყნის ბედისწერა ღმერთის მიერ არის დაწერილი და ეს ბედისწერა დიდებულია. ამერიკული ოცნება დაბრუნდა. ის უფრო ძლიერი, დიდი და ნათელია ვიდრე ოდესმე. დღეს არა მხოლოდ წარსულს მივაგებთ პატივს, არამედ ვუყურებთ მომავალს. ჩვენი მიზანია მომავალი 250 წელი კიდევ უფრო დიდებული, ძლიერი და აყვავებული იყოს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი გმირები, ღმერთმა დალოცოს ჩვენი თავისუფლება და ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები. თანამოქალაქეებს ერთიანობისგან მოუწოდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ყველა წარმატება საერთო ძალისხმევის შედეგია და არა ერთმანეთთან დაპირისპირებული მოქალაქეების. ჩვენ ყველამ შევიტანეთ ჩვენი წვლილი, თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა თავისი როლი და თითოეულ ჩვენგანს მოგვიწევს ჩვენი წვლილის შეტანა, რათა ამერიკის სიდიადის მომდევნო 250 წელი შევქმნათ. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 250 წელს, როდესაც ამერიკა მომავლის შიშის გარეშე უყურებს. აღვნიშნავთ 250 წელს, რომელმაც დაამტკიცა თუ რისი მიღწევა შეუძლია თავისუფალ ხალხს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი ადასტურებს. მისი თქმით, ლიდერებმა საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი, ორმხრივი ურთიერთობები და მეორე მსოფლიო ომის ისტორიული მემკვიდრეობა განიხილეს. უშაკოვის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან დასრულებას. ყურადღებით ვაკვირდებით ისრაელის ადმინისტრაციის პროვოკაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების ჩაშლას. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ისრაელის ძალები განაგრძობენ უკანონო თავდასხმებს ღაზაში. ყურადღებით ვაკვირდებით ისრაელის ადმინისტრაციის პროვოკაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების ჩაშლას. სიონისტების მკვლელი ჯგუფი, რომელიც თავის პოლიტიკურ გადარჩენას რეგიონში კონფლიქტების გაგრძელებას უკავშირებს, ლიბანსა და სირიას მარტო არტოვებს. ისრაელის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ არაადამიანურ და უკანონო თავდასხმებს ღაზაში და ჩაგრულთა წინააღმდეგ. ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნებული სიახლეები ავლენს მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ სირთულეებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს ძვირფას ძმას, პრემიერ-მინისტრ შარიფს და ჩვენს პაკისტანელ ძმებს ამ შედეგის მისაღწევად გაწეულ დიდ ძალისხმევას. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შტატებსა და ირანს შორის ალ-არაბიას ინფორმაციით მორიგი შეხვედრა 11 ივლისს პაკისტანში გაიმართება. წყაროების ცნობით, მოლაპარაკებების მომავალ რაუნდზე სამ მთავარ საკითხს განიხილავენ. შტატების მიერ თეირანისთვის დაწესებულ სანქციებს, ირანის გაყინულ აქტივებსა და ირანის ბირთვულ პროგრამას. ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ბარსელონასთან ახლოს გაჩენილმა ხანძარმა 2000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა. ცეცხლი გავრცელდა ეროვნული პარკის ტერიტორიაზეც, დამწვარია საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისგან მოუწოდებს. სახანძრო სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ თვითნებური ევაკუაცია საფრთხეს შეიცავს, რადგან ადამიანები შესაძლოა გზაზე ცეცხლის ალყაში მოექცნენ. დაბრუნდეთ საქართველოში. ძლიერი წვიმა და ქარი იყო კახეთში. უხმა ნალექმა პრობლემები ახმეტის მუნიციპალიტეტში შექმნა. სანიაღვრე არხებმა წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა, რის გამოც სოფელ მატანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო და სარდაფი დაიტბორა. ქარმა კი დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ხეები მოგლიჯა, რის გამოც მოძრაობა შეფერხებული იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ტერიტორია ადგილობრივი მერიისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა უკვე გაწმინდეს. შექმნილია სტიქიის შემსწავლელი კომისიაც. ქართან ერთად ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო. სტიქიის ძირითადი შედეგების ლიკვიდაცია გუშინ განვახორციელეთ. კერძოდ წაქცეული ხეები დაიჭრა და მოხდა გატანა მათი ადგილიდან და ყველა გზა გახსნილი არის. ფაქტიურად უკვე დასრულდა, როგორც გარეგანათლების დაზიანებული ნაწილის აღდგენა, ისე აღუდგა ელექტრომიწოდება იმ აბონენტებს, ვისაც არ ჰქონდათ. საცხოვრებელ სახლზე ნაწილობრივ დააზიანა სახურავები, ჩვენი შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ზუსტი დაზიანების მასშტაბით დაითვალონ და ძალზედ ოპერატიულად მოხდება მერიის მხრიდან ამ ოჯახების დახმარება.
ცხელკვალზე გახსნილი დანაშაული ქუთაისში მეზობელი მამაკაცი მოკლა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დაკავებულია. გამოძიებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას ცივი არაღის გამოყენებით მეზობლად ცხოვრები მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა კი დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება, დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე. თურქეთის 1 და ისრაელის 3 მოქალაქეს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედებათ. სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში და მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებულებს 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. შიდა ქართლის პოლიციამ კი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული ერთ-ერთი კომპანიის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან სხვადასხვა დროს 12,130 ლარს დაეუფლა. ირკვევა, რომ ბრალდებული პროგრამის განულება სპეციალური პროგრამით ახერხებდა. დაკავებულს გისოსებს მიღმა ყოფნა 10 წლამდე ვადით მოუწევს. ცოცხალი ძალა, დრონები და სპეციალური ტექნიკა ტურისტულ ზონებში საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებები ძლიერდება. კურორტ ბეშუმსა და სოფელ ომმალოში დამატებითი სახანძრო სამაშველო ძალები განთავსდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას და დამსვენებლებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. ზურაბ პატარიძე ბურსას სავაჭრო სამრეწველო პალატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა. ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონებს შორის პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია აჭარის პოტენციალის სრულად ათვისება ტვირთბრუნვის ზრდის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისა და ლოგისტიკური მიმართულებით. Ჟელეთ სხვადასხვა მიმართულებით სექტორების გაძლიერებასთან დაკავშირებით, ბიზნეს ინტერესების გამოვლენასთან დაკავშირებით, ახალი კონტაქტები, საქმიანი ვიზიტები ორივე მიმართულებით, საქმიანი ტურიზმი, ბიზნეს ფორუმების და კონგრესების ჩატარება, მათ შორის აჭარის ავტონომურ რესპუბლიკაში. ძალიან ბევრი ბიზნესმენი დაინტერესებულია უშუალოდ ჩვენი რეგიონით, სატრანზიტო პოტენციალით, სხვადასხვა ნიშნულოვანი ერთობრივი პროექტების შესრულებით. ვფიქრობ, ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რაც მოიტანს შედეგს, ხელს შეუწყობს ბიზნეს სფეროს განვითარებას, ახალი პროექტების წამოწყებას. განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ზრდას. ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე, რომელთა აღმოფხვრაც მნიშვნელოვანია სავაჭრო მოცულობის ზრდისა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისთვის. ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკისა და ვაჭრობის გაძლიერების მიმართულებით. ანაკლიაში საზღვაო სეზონი გაიხსნა. მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მოწყობილი იყო საფესტივალო ქალაქი. გახსნასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებები ჯგუფ ურსას სოლო კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდა. ღონისძიებები ანაკლიაში დღესაც გრძელდება. საღამოს კი დუეტ ჯორჯიას და ლინდა ადამიას კონცერტი დახურავს. ნამდვილად იყო ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე, როგორც ბავშვებისთვის, ისევე უფროსი თაობისთვის. ძალიან ბევრი ხალხი და ძალიან მაგრად ვერთობით. საგამო ყველაზე ფანტასტიკურია და გიჩვენთ ხარ მოყვიდან. ურსა გვიყარხარ. კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში იუნორთა და 23 წლამდეთა სპორტსმენთა შორის, რომელშიც მსოფლიოს 60 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების წევრმა ალექსანდრე წივწივაძემ კანოეთი 200 მეტრიანი დისტანცია 41,57 მიასე წამში დაფარა და მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი გახდა. კურიერი პირდაპირ ეთერში დაბრუნდება 3 საათზე. იქამდე კი დღის ყველა სიახლეს გაიცანით ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2G ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვერთით რუსთავი 2-ის Facebook გვერდზე. დროებით.